კიდევ ერთხელ მოგესალმებით, გრძელდება ჩვენი გადაცემა. დღეს მასტერ-კლასი უნდა გაიმართოს ქუთაისში ბარმენებისთვის და ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი სტუმრები არიან ბორის ჭეშური, საქართველოს ბარმენთა ასოციაციის იმერეთის რეგიონის ფილიალის პრეზიდენტი, ირაკლი ყრუაშვილი, საქართველოს ბარმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ დღეს ჩემი სტუმრები ხართ. ძალიან საინტერესო თემა. სადმა გაიმართოს ეს მასტერ-კლასი ბარმენებისთვის, ვინ ატარებს მასტერ-კლასს და რა არის თქვა დღეისათვის ყველაზე აქტუალური ბარმენებისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენთვის ესე იგი პატივი არის რომ ვიმყოფებით ამ ქალაქში, საქართველოს ერთ-ერთ ძველ ქალაქში, კი არა უძველეს ქალაქში, ესე ვიტყოდი მე. და რაც შეეხება კითხვას, ამ ტრეინინგს, ამ მასტერ-კლასს ატარებს საქართველოს ბარმენთა ასოციაცია. ჩვენ სისტემატურად ვატარებთ ხოლმე ტრეინინგებს სხვადასხვა რეგიონებში და დღეს გვაქვს პატივი რომ ვიმყოფებოდეთ ქუთაისში. და აი ქუთაისელ ბარმენებს გავაცნოთ ის სიახლეები, ის გარკვეული თანამედროვე მიდგომები ბარის კულტურასთან დაკავშირებით, რომელიც ასე აუცილებელი არის შემდგომი განვითარებისთვის, იმიტომ რომ ჩვენი საქმე ისეთია, რომ ყოველდღე ახალი რაღაც ხდება და ახლებურად მიდის ამ საქმისადმი მიდგომა. ამიტომ აუცილებელი არის სისტემატიური ტრეინინგები, მასტერ-კლასები, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ და ასევე კონკურსები, ასევე კონკურსიც ჩატარდება. კონკურსიც ჩატარდება, ვისაუბროთ ამ კონკურსზე. ზოგადად დაინტერესება როგორია ბარმენების მხრიდან, ამდენად ბევრი ბარმენი არის ქუთაისიდან ჩართული და შემდეგ თქვა გამარჯვებულს რა ელოდება წინ და შემდეგ ეტაპებზეც ვისაუბროთ. საკმაოდ დიდი დაინტერესება ამ თემაზე, რადგან ქუთაისში ბოლო ხანებში ეს პირველი ესეთი ტრენინგი და შეჯიბრია. მოთხოვნა არის ბარმენები შეკრებილები არიან, მზადყოფნაში არიან იმისათვის რომ გაიარონ და ჩაერთონ ამ ტრენინგში. და ძალიან დიდი სურვილი არის ყველა ჩვენი ბარმენის, რომ რაც შეიძლება სიახლეები იყოს ქუთაისშიც, შემოვიდეს ქუთაისშიც, იმერეთშიც და ასე შემდეგ. რა მეინტერესებს იცით, ანუ ქართული ბარმენები რა, ანუ ეს ნამდვილად პროფესიონალები არიან, ეს საჭირო უნარები. თვითონ სწავლობენ თუ თქვა არის საერთოდ არსებობს ამისთვის საქართველოში რაიმე ის. მოდი ესე პატარა ექსკურსი გავაკეთებ, მოდი. პირველ რიგში მოგახსენებთ იმას, რომ ჩვენი ასოციაცია 2002 წლიდან ფუნქციონირებს და მოქმედებს და ამ 2002 წლიდან რამდენი წელი არის, ხო? 14 წელი არის, ესე გულჩაუხრელად მუშაობთ, მოკლედ ესე რომ ვთქვათ, რომ აი ეს დარგი, ეს მიმართულება, ეს ტურიზმის, ეს სერვისის ეს მიმართულება განვითარდეს და დაუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს. ეხლა მე მეცაც გეტყვით, ნუ ამაში საერთაშორისო ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის და ვარ ვახსენო, არ შეიძლება ნამდვილად ბატონ ჟაკო ჯორჯაძეს, ჩვენი ასოციაციის პრეზიდენტს, ესე რომ ვთქვათ, ესე იგი ძალიან დიდი გამოცდილების მქონე ადამიანს ამ დარგში და ჩვენს დიდ მეგობარს და მასწავლებელს, პირადად ჩემი და გორეს მასწავლებელი გახლავთ. ხო და რაც შეეხება მოკლედ იმ ამბავს, რომ ჩვენ საერთაშორისო სტანდარტებს დავუახლოვდეთ, ზუსტად აი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ციკლი ხა ჩვენ მქონდა ტრეინინგების და მასტერ-კლასების, მანამდე სხვათა შორის გასულ წლებში მქონდა ასევე საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი ყავდა ჩამოყვანილი ჩვენ ასეთი არსებობს რონ ბუსმანი, იმიტომ რომ ესეთი სოფლიო საერთაშორისო ორგანიზაცია არსებობს ბარმენების, მოკლედ ესეთი ამქარი გვაქვს მოკლედ თითოეულ სოფლიოში, ესე რომ ვთქვათ, ძალიან დიდი ძალაობთ ამ კუთხით და წელს ალბათ გადაწყდება ჩვენი წევრობა ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში, იმიტომ რომ ჩვენ ვითვლებით უკვე კანდიდატებად, ჩვენ ეს უკვე მოგვცეს, ესე რომ ვთქვათ, მაპი მოგვცეს ბჭყალებში და კანდიდატებად და აუცილებლად შევალთ ალბათ წელს მოხდება ეს ამბავი იაპონიაში, მე ესე ვფიქრობ. გარდა მაგისა ვისაუბროთ თქვენს ორგანიზაციაზე კიდევ სხვადასხვა აქტივობებზე და კიდევ რა წარმატებები გვაქვს აი ამ მხრივ ბარმენებს. გეტყვით ახლავე ბორის ხორაფეს სიტყვის. კი ბატონო, კი ძალიან საინტერესო გახლავთ აი ამ კუთხით ჩვენი მუშაობაც, იმიტომ რომ თვითონ ჩვენ ვატარებთ ასევე მასტერ-კლასებთან ერთად და ტრეინინგებთან ერთად ვატარებთ თვითონ კონკურსებს. კონკურსები გვაქვს ესე იგი როგორც რეგიონალური, ასევე გვაქვს საქართველოს ჩემპიონატი, ესე რომ ვთქვათ. აქედან გამარჯვებული ადამიანები უკვე ამ ჩემპიონატში, საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული ადამიანები მიემგზავრებიან საზღვარგარეთ. ესე იგი ამაში ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს. ეს იქნება ნუ სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა ქვეყანაში, კონკრეტულად სტარტდება ისა თუ ის ჩემპიონატი. და აი ამ კუთხით ჩვენ არ ჩამოვჩებით, ესე რომ ვთქვათ, მსოფლიოს და რა ვითარდებით. ეხლა თან მნიშვნელოვანი ეს დარგი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სერვისის მნიშვნელოვანი რგოლია, მოკლედ რა. იმიტომ რომ აქცენტები რა თქმა უნდა და ისედაც ეხლა ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან და კულტურული მემკვიდრეობიდან გამომდინარე აქცენტები ტურიზმზე კეთდება და ტურიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი გახლავთ სერვისი.
და განსაკუთრებით კიდე მე სულ ესე ვამბობ, რაღაც ეს ჩვენი სპეციალობა, იმიტომ რომ ეს პრო ჩვენთვის ახლოს არის, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე ვდგავართ. ან ჩვენთან მოსულმა სტუმარმა უნდა წაიღოს ის განწყობები თავის ქვეყანაში და მე აქედან გამომდინარე აი ეს ამ გარკვეული ენერგეტიკით უკვე სხვა ადამიანები ჩამოვიდნენ ჩვენთან. ანუ აი ესეთი კუთხით უყურებ ჩვენ ამ საქმიანობას და აი ზუსტადაც აი ეს ყველაფერი აი დღეს იმიტომაც ვიმყოფებით ქუთაისში და უფრო მეტად და უფრო მაგრად და უფრო მტკიცედ ვიქნებით უკვე ქუთაისში, ესე რომ ვთქვათ, შეუწყობს ხელს იმას, რომ ჩვენი საქმიანობა უფრო და უფრო განვითარდეს. არა მარტო თბილისში, არა მარტო ბათუმში, აუცილებლად ქუთაისში. რაც შეეხება კონკურსს, სად გაიმართება დღეს მასტერკლასი და შეჯიბრი და ან ჩვეულებრივ ან ადამიანებს თუ შეუძლიათ ამ შეჯიბრის ნახვა? დიახ, შეუძლიათ. საერთოდ ესეც რა ვგულისხმობ. ეს მასტერკლასი ჩატარდება დღეს კაფე-ბარი Art Cafe-ში. ჩვეულებრივ მსურველსაც შეუძლიათ დაესწროს, ნახოს. სანახაობრივად იქნება ძალიან ლამაზი. რამდენი ბარმენი იღებს უკაცრავად მონაწილეობას? 15 ბარმენამდე იღებს დღეს მონაწილეობას. 15 ბარმენი შექმნის კოქტეილს და გააკეთებს ამ ლამას, ну, არ ვიცი, სანახაობა შოუს შექმნეს. რომლის სურვილებს შეუძლიათ ამ სანახაობის ნახვის სურვილებს შეუძლიათ მოგზავნდნენ, დაესწრონ, სადღაც 9 საათში დაიწყება ეს ღონისძიება. ანუ ყოი დაიწყება თავისუფლად დასწრება, რა თქმა უნდა. თავისუფლად დასწრება. არა მარტო ბარმენებისთვის, არამედ ნებისმიერ სურვილისთვის. აი ამ სფეროს და ამ სისტემის ნებისმიერ სურვილისთვის შესაძლებელია მოგზავნდეს დაესწროს. განსაკუთრებით პატიჟებით. დიდი მადლობა, ვეცდები, უბრალოდ რაც შეეხება კონკურსის მონაწილეებს და გამარჯვებულებს, რა არის ეს ფინალური ეტაპი, როგორ იქნება? აი ფინალური ეტაპი, ეს კონკურსი ემსახურება იმას, რომ ჩვენ ამ რეგიონიდან გამოვავლენთ, ესე იგი, გამარჯვებულებს, ესე რომ ვთქვათ, 3 საპრიზო ადგილი იქნება, პირველი, მეორე, მესამე და რა თქმა უნდა, აი აქ უკვე ჩვენი მეგობარი ორგანიზაცია, რომელიც გვეხმარება ამაში მხარში გვიდგას და ჩვენთან არის და მეგობრობთ დიდი ხანი, Gaga Plus ესეთი გახლავთ, რომელიც წარმოადგენს ნემიროვს, Red Bulls და ასე შემდეგ თავისი გარკვეული ხაზი აქვს სასმელების ალკოჰოლურის და უალკოჰოლოსი და აქედან გამომდინარე ეს ანუ ჩვენი ორგანიზატორები ძალიან საინტერესო პრიზებს და მეცაც გეტყვით სიურპრიზებს თავაზობს უკვე ქუთაისელ ბარმენებს. ესე რომ ვთქვათ. როგორც თვითი გამარჯვება, ან უნდა ვთქვა ეს თუ არ უნდა ვთქვა პრეს-რელიზში ესე. სადღაც რომ უნდა გაიმგზა. ხო და აი ეს სიურპრიზი მაგალითად ჩავშალე. მაშინ აღარ. ჩავშალე. შერჩეული 3 ადამიანი გაიგზავნება შემდეგ საქართველოს ჩემპიონატზე. და იქიდან უკვე გაგრძელდება მისი მოღვაწეობა განვითარება. რასაც საერთაშორისო ბარმენთა ასოციაცია. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით. წარმატებას გისურვებთ თქვენს ასოციაციას, წარმატებას უსურვებთ დღეს ბარმენ მონაწილე ბარმენებს და ზოგადად ქართულ ბარმენებს. დიდი მადლობა. სტანდარტებს დაწევოდნენ და არა, სხვათა შორის რაც შეეხება არა მარტო პრინციპში ხო. ორი სიტყვით ვიტყვი. აი 15 წლის უკან მაგალითად, ხო, სხვა სიტუაცია იყო. მიუხედავად იმისა, მივდივართ წინ, შეიძლება იმ ტემპებით არა, მაგრამ აუცილებლად ამ ტემპებს გავზდით და ზუსტად ჩვენი საქმიანობა ამას ემსახურება. ჩვენ ასევე მინდა გითხრათ ეხლა ქუთაისში შეიძლება არა ეს კოლეჯები, კი კოლეჯი ახლა ამ კუთხით ამ ტურიზმის მიმართულებით, მაგრამ თბილისში, ბათუმში, ქობულეთში გახლავთ და ამ მიმართულებით მუშაობთ და ჩვენ წარმოვადგენთ იმ კოლეჯებსაც ამავდროულად, იმიტომ რომ პედაგოგები ვართ იქ. ასე რომ ეს საქმე იხვეწება და ნელ-ნელა წინ მივდივართ ესე. რაც შეეხება შემდეგ მასტერკლასს თუ გეგმავთ სხვა ქალაქისთვის, თქვათ იგივე ბათუმისთვის ან თუ გაქვთ უკვე დაგეგმილი. სავარაუდოდ არ ვიცით, მაგრამ მომდევნო ალბათ იქნება ზუგდიდში. და შემდეგ უკვე გადაწყდება სხვა რეგიონები, სადაც ჩატარდება. რაც შეეხება უახლოესი დროისთვის, ზრუნავთ იმისათვის, მთელი ბარმენთა ასოციაციას ზრუნავს იმისათვის, რომ ქუთაისშიც შევძლოთ და გავხსნათ სკოლა. და შევასწავლოთ ახალგაზრდებს ის დიდი პროფესია, რასაც ქვია ბარმენი. ხო, კიდევ ერთ დავამატებ, აი ესე ვთქვათ, ბორის, ჩვენ გვინდა ესეთი იდეა გვაქვს და ჩვენ ერთად შევიმუშავოთ ეს ამბავი, ყმაწვილი ბარმენების, ესე რომ ვთქვათ, იუნიორების გამოზრდა. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ ეს ქართული სახელია? თუ ბარმენს აქვს, არ აქვს ქართული შესატყვისი. ბარმენი ეს არის ამერიკული კულტურის ნაწილი. ქართული შესატყვისი. მე მეცაც გეტყვით, ახლა სქესთა შორის ბალანსი რომ იყოს, სოფლიოში უკვე აღარ ხმარობენ ამ სიტყვას, ხმარობენ ბარტერ.
bartenders. იმიტომ რომ მანდილოსნებიც არიან ვაჟებიც და აქედან გამომდინარე ზუსტად ამ ტერმინოლოგიას ვიყენებთ ჩვენ და რაც შეეხება ამერიკული კულტურის ნაწილია და იმ თემას დაუბრუნდები იუნიორებისთვის, ანუ ბარმენი ყმაწვილებისთვის ჩვენ გვინდა პატარა აი იმ სკოლასთან ერთად გავაკეთოთ ეს აქ იქნება უალკოჰოლო სასმელების შესწავლა, მისგან გაკეთებული სასმელისა კოქტეილები, მიქსოლოგია და ასევე რა თქმა უნდა ცხელი და ცივი სასმელებიც. ეს იქნება ცხელი ყავა, ჩაი, ცივი ჩაი, ცივი ყავა და ასე შემდეგ, მილკშეიკები და ასე შემდეგ. ანუ აი ეს იდეაც გვაქვს და მე მგონი აი იმ სკოლასთან ერთად ამასაც ავამუშავებთ. მოიყვეთ. დამდროსკის სურათ თქვენ დიდ გეგმებში მაყურებელს და დაგემშვიდობებით. ბორის ჭეიშვილი იყო ჩვენი სტუმარი, საქართველოს ბარმენთა ასოციაციის იმერეთის რეგიონის ფილიალის პრეზიდენტი და ირაკლი ყურაშვილი საქართველოს ბარმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. დღეს სულ რამდენიმე წუთში გაიმართება შეჯიბრიდა მასტერკლასი ბარმენებისთვის არტ კაფეში, ხო? დამშვიდობებით ჩვენ სტუმრებს, დაგემშვიდობებით თქვენც ასე გიტოვებთ ბოლო რუბრიკას და ერთმანეთს შევხვდებით, ხო? ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ. ნაცვლად დიდი ბოდიში.